ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კი კენჭისყრისთვის ემზადება. სტრასბურგში სესიაზე ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი. ევროსაბჭო ოცნებისაგან ახალი არჩევნების დანიშვნას და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას ითხოვს და ამისთვის ვადას აძლევს. პასეს ხდომაზე განიხილავენ ქართული ოცნების დელეგაციისთვის უფლება-მოსილების საკითხსაც. კერძოდ, ევროპის საბჭო საქართველოს დელეგაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ აპრილამდე დაინიშნება ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლებიან რეჟიმის ტყვეები. კენჭისყრამდე ქართული ოპოზიცია შეხოდრებს მართავს სტრასბურგში. დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია რეპრესიულ პოლიტიკაზე მიაწოდეს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ერთ-ერთი მთავარი თემა შეხოდრაზე იყო მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობაც. თათია წოწონავა ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენთ თათია. ოპოზიციონერი ლიდერები დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ხვდებოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს და ამ საუბრის ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო მზია ამაღლობელის პატიმრობა. ჟურნალისტის, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ და უკვე 18 დღეა შიმშილობს, ოპოზიციამ საქმის კურსში ჩააყენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე იმასთან დაკავშირებით, რომ მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფაქტობრივად არანაირი ინფორმაცია არ აქვს საზოგადოებას და მათ მიიღეს პირობა თავად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარისგან, რომ დღის განმავლობაში მას ექნება ფორსირებულად შეხვედრები ამ საკითხზე კომიტეტის თავმჯდომარეებთან და არსებობს მოლოდინი, რომ დღის განმავლობაში გავრცელდება და გაკეთდება განცხადებაც მზია ამაღლობელის პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოში. რაც შეეხება ისტორიულ სხდომას, რამდენიმე საათში სტრასბურგში მართლაც ისტორიული სხდომა შედგება საქართველოსთან დაკავშირებით, ვინაიდან დღეს საქართველოს ისტორიაში პირველად ფაქტობრივად ევროსაბჭო კენჭს უყრის ქართული ოცნების უფლება-მოსილების ნაწილობრივ ცნობას. ყოველ შემთხვევაში ასე არის მათი საკითხი მოხსენიებული რეზოლუციის პროექტში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა და მკაცრი დათქმები არის ჩადებული ამ რეზოლუციის პროექტში. კერძოდ, ევროსაბჭო ითხოვს ახალ არჩევნებს, მკაფიო თარიღს ქართული ოცნების მხრიდან და უახლოეს თვეებში ამ არჩევნების დანიშვნას და მომზადებას, ასევე პოლიტიკური ტყვეების აპრილის სესიამდე გათავისუფლებას და უფლება-მოსილების ნაწილს ეთმობა მთლიანად მე-14 პუნქტი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ ნაწილობრივ იქნება ფაქტობრივად უფლება-მოსილება ცნობილი, მათ ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ იმის საშუალება, რომ დაესწრონ სხდომებს და მიიღონ კენჭისყრაში მონაწილეობა. სხვა ყველა უფლება ჩამოერთმევა ქართულ ოცნებას კომიტეტებში მუშაობის, მაგალითად დელეგაციებში, სადამკვირვებლო დელეგაციებში ყოფნის, ანგარიშების მომზადებით. მოკლედ, მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურად უტოვებენ ახლა თუ დღეს ეს რეზოლუცია საბოლოოდ დამტკიცდება ქართულ ოცნებას უფლება-მოსილებას და ინარჩუნებენ მათთან, ასე ვთქვათ, კომუნიკაციას მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ზეწოლა განახორციელონ იმ მთავარ ორ მოთხოვნაზე, რომელიც ჩაიწერა ამ რეზოლუციის პროექტში, როგორც გითხარით, ეს არის უკვე ახალი არჩევნების დანიშვნა უახლოეს თვეებში და ასევე პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი აპრილის თვეში უკვე ქართულ ოცნებას სრულად შეუწყდება, ქართული ოცნების დელეგაცია სრულად შეუწყდება ევროსაბჭოში უფლება-მოსილება. როგორი არის ოპოზიციონერების განწყობები, სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ. ბოლო ინფორმაცია რაც არის, ოცნებას აქვს 3 ცვლილება დაყენებული. ერთი ეხება სწორედ ამ ახალი არჩევნების მოთხოვნას, წერენ რომ არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი რატომაც ჩატარდეს საქართველოში ახალი არჩევნებიო. ეს არის ერთი ცვლილება, რომელიც დააყენეს, მეორე ცვლილება დააყენეს, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ევროსაბჭოსთან და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან და მოგეთ კარგად მოვიქცევითო. და მესამე ცვლილება არის ბოლო პარაგრაფის წაშლას ითხოვენ ამ დოკუმენტიდან, სადაც საუბარია იმაზე, რომ აპრილში უნდა მოხდეს გადახედვა ამ ივანიშვილის დელეგაციის უფლება-მოსილების საკითხის და მაგის წაშლა უნდათ. ეს არის ერთი ამბავი, არც ერთი აქედან არ გავა, ჩვენმაც ჰქონდა კონსულტაციები აქ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ძალიან სასახა არის, რომ ის დოკუმენტი, რომელიც არის სავარაუდო ცვლილებების გარეშე გავა. მეორე ამბავი არის, რომ ხადა დავასრულეთ შეხვედრა, ეს წუთია გამოვედით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ჰქონდა და დაახლოებით 40 წუთიანი შეხვედრა იყო და 35 წუთი ჩათვალეთ და მზია ამაღლობელის საკითხს დეტალებში დაინტერესდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი. მზიას მდგომარეობით მოუყევით, რაც ვიცით, მათ შორის ის აუხსენეთ, რომ მაინც ბევრი ინფორმაცია არ აქვს, იმიტომ რომ ინფორმაცია არ გამოდის, ამიტომ სრული სურათს ვერ ხედავთ ჩვენ თვითონაც რა ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით რა სიტუაცია. აუხსენეთ, რომ ეხლა ამ წუთში ყველაზე კრიტიკული საკითხი არის ეს და აი 5 წუთის წინ გამოვედით იქიდან და გვკვირდა, რომ აი ხა დღესვე ეცდება, რომ შეხვდეს აქ ფრაქციის პრეზიდენტებს, ამ ყველა მსხვილი ფრაქციის პრეზიდენტებს და რაღაცა ზომები მიიღონ. განსაკუთრებით ბევრი ვისაუბრეთ სწორედ მზია ამაღლობელის საქმეზე, იმიტომ რომ
ეს ადამიანი დღეს არის სიცოცხლის დაკარგვის რისკის ქვეშ და მივიღეთ დაპირება მისგან, რომ აუცილებლად გაკეთდება რეაგირება იქნება მათი მხრიდან კონკრეტულად ამ საქმესთან დაკავშირებით და მე იმედი მაქვს, რომ დღის განმავლობაში ჩვენ მოვისმენთ უკვე შესაბამის შეფასებებს და რეაგირებას და რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ეს არის სწორედ ის რისთვისაც ჩვენ ვიმუშავეთ, რომ ეს პირობა აუცილებლად ჩაიდოს ევროსაბჭოს მიერ წაყენებულ მოთხოვნებში. ზია ამაღლობელის საკითხი იყო საკითხი, რომელიც დავსვით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. მისი განთავისუფლება არის ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა, უსწრაფესად დღეების, საათების ამოცანა და ეს ძალიან კარგად გაიგო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და დაგვირდა, რომ პირადად ჩაერთვება ამ საკითხების მოგვარებაში. ამის გარდა, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, სხვა პოლიტპატიმრებს რომლებიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში ჟურნალისტები, მსახიობები, სტუდენტები, ექიმები, რა ვიცი, ყველა პროფესიაში ეხო თითქმის ყველა ჯგუფს ეს უმძიმესი ვითარება და სრული მხარდაჭერა საქართველოს ქართულ ხალხს მისი მხრიდან. ამ ეტაპისთვის ხდება გადავადება მანდატების აღიარების, რაც აპრილის სესიისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპისთვის მათი მანდატები არც აღიარებულია, არც არ აღიარებული, მათ ძალიან შეზღუდული აქვს თავიანთი უფლებამოსილებები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში და იმისთვის, რომ მათი მანდატების აღიარება მოხდეს უკვე საგაზაფხულო სესიაზე, მათ რეზოლუცია აკისრებს ძალიან მნიშვნელოვან ვალდებულებებს და კერძოდ ესენია არჩევნების თარიღის გამოცხადება უახლოეს ერთი თვის განმავლობაში და შესაბამისი წინასაარჩევნო გარემოს მომზადება, ეს არის პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ეს არის პოლიციის ძალადობრივ აქტებზე შესაბამისი რეაგირების მოხდენა. ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ რეზოლუციის ტექსტზე თანდართული არის ქართული ოცნების წევრების 3 შესწორება, რის მიხედვითაც ისინი ითხოვენ იმას, რომ ახალი არჩევნების მოთხოვნის საფუძველი ახლა არ არსებობს და იქნას ამოღებული რეზოლუციის ტექსტიდან ეს ჩანაწერი, ანუ ახალი არჩევნების მოთხოვნა, ასევე მათ არ მოსწონთ მათი უფლებამოსილების ნაწილში, რაც წერია ამ დოკუმენტში და მე-14 თავის სრულად ამოღებას ითხოვენ, სადაც არის სწორედ მათ უფლებამოსილების საკითხზე საუბარი, თუმცა როგორც ნახეთ ჩვენ და მოვისმინეთ, წყობები არის ისეთი ევროსაბჭოში, რომ სავარაუდოდ მათი არც ერთი შესწორება არ გავადა რეზოლუციის ტექსტი, მხოლოდ უმნიშვნელო შესწორებებით საბოლოოდ დამტკიცდება დღეს ევროსაბჭოს სხდომაზე და საინტერესოა სწორედ, რომ არჩევნებზე ძალიან დიდ აქცენტს აკეთებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ვინაიდან მათმა მონიტორინგის მისიამ დეკემბერში გამოაქვეყნა მართლაც უმწვავესი დასკვნა 26 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და მათ პირდაპირ დაწერეს, რომ არჩევნებზე გამოვლენილმა დარღვევებმა მნიშვნელოვნად შელახა საარჩევნო პროცესი სამართლიანობა და ნდობა მისი შედეგების მიმართ, ასევე ეჭქვეშ დააყენა მისი შედეგების ლეგიტიმურობა და ეს დასკვნა მათ შორის განიხილეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გუშინ წინ და ეს დასკვნა იქ იყო წარმოდგენილი, შესაბამისად სავარაუდოდ ჩვენ დღის ბოლოს ნახავთ რეზოლუციას მკაცრი დათქმებით ქართული ოცნებისთვის.